უნგრეთის ისტორიულ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ვიქტორ ორბანის პრორუსულობასთან დაკავშირებით უკვე არაერთი და საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს. ამჯერადაც საერთაშორისო გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი პიტერ სიიარტოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სერგეი ლავროვს შორის, რომელიც კიდევ ერთხელ ადესტურებს იმას, რომ უნგრეთი ასრულებს რუსეთის პირდაპირ დაკვეთებას და პრაქტიკულად ასრულებს ჯაშუშის როლს ევროკავშირს. ამ სატელეფონო ჩანაწერით დგინდება, რომ პიტერ სიიარტო კრემლს ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აწვდიდა ევროკავშირის კონფიდენციალურ ინფორმაციას საუბარია უკრაინის გაწევრიანების ჩარჩო დოკუმენტზე, რომლის გადაცემაც სიიარტომ აღუთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეს ის რომ ამ დოკუმენტაციას ის მიაწვდიდა რუსეთში უნგრეთის საელჩოს გავლით. აქ არ არის დაკონკრეტებული სატელეფონო ჩანაწერში კონკრეტულად რომელ დოკუმენტზეა საუბარი, თუმცა მოგვიანებით ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ საუბარია 2023 წლის დეკემბრის ისტორიულ სამიტზე, როდესაც საქართველოს ევროკავშირმა მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, უკრაინასთან კი გახსნა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შედგა სამუშაო ჩარჩო დოკუმენტი და სწორედ ამ დოკუმენტზე მიანიშნებდა სიიარტო და აღუთქვამდა საგარეო საქმეთა მინისტრ რუსეთის, რომ მიაწვდიდა აღნიშნულ დოკუმენტაციას. გამოძიებამ დაადგინა ის, რომ ეს არის პრაქტიკულად სერია სატელეფონო ჩანაწერებისა, თუ როგორ ასრულებს რუსეთის პირდაპირ დაკვეთებს პიტერ სიიარტო, ვიქტორ ორბანი და როგორ აწვდის, ასე ვთქვათ, კონფიდენციალურ დოკუმენტებს, უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. Look, and I wanted also to call you and to check about the compromise you reached with the European Union on opening of the negotiations for Ukraine on accession. There were reports that the decisive role was played by the language on national minorities. Oh, absolutely, it was the case. Absolutely, it was the case. We are trying to get hold of the exact document, but I get it. I send it to you. It's not a problem. Because what was reported was that the language says that Ukraine must respect the rights of all national minorities. Yes, absolutely. This is the case because my position is that when it comes to national minorities, although of course I'm standing up for the Hungarians, but there cannot be a discrimination, because if there's a discrimination against one, tomorrow there might be a discrimination against the other one. As we discussed with you some time ago. Absolutely. Okay, Peter, if you can send me the document, I would appreciate this. I immediately do it. I send it to my embassy in Moscow, and my ambassador will forward it to your chief of staff, and then it's at your disposal. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საუბარია 2023 წლის დეკემბერში 14 დეკემბერს გამართულ ისტორიულ სამიტზე, როდესაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი ევროკავშირმა გახსნა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ეს არის სამიტი, როდესაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვიქტორ ორბანს ურჩია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ყავაზე გაესეირნა, რათა ვიქტორ ორბანს ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არ დაებლოკა. ამ სატელეფონო ჩანაწერით კი დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ სწორედ რუსეთის დავალებით ცდილობდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვიქტორ ორბანს დაებლოკა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი სიიარტოს, ასე ვთქვათ, ეხმარება მოიფიქროს, როგორ შეიძლება დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ის შველიებს, ასე ვთქვათ, უნგრეთში, უკრაინაში უნგრეთის უმცირესობების საკითხს. საბოლოო ჯამში პირდაპირ კურირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აძლევს დავალებებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე ვრცელდება კიდევ ერთი სკანდალური სატელეფონო საუბარი, რომელიც აბსოლუტურად სხვა დღეს არის ჩაწერილი, სადაც ასე ვთქვათ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს ასე ვთქვათ ჩაატაროს სამიტი უნგრეთსა და რუსეთს შორის, საუბარია ეკონომიკურ სამიტზე, რათა საბოლოო ჯამში გაღრმავდეს უნგრეთისა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები, თანაც იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ცდილობდა, რომ რუსეთის სრულ იზოლაციაში, ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცია და რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციები უფრო მეტად გაემტკიცებინა. And Sergey, my last thing, I have an idea which I have the Prime Minister approved, and I want to ask you whether you think it's feasible or not. But I would like to convene the session of the Joint Economic Commission. Do you have any negative feeling about that? No, not at all. Not at all. Okay. Not at all. Only positive. Okay, great. Because then, with your permission, I reach out to Mikhail. Absolutely. And then I ask him to convene the meeting in Budapest, but in Budapest with a good reason. So let's have the meeting on Hungarian territory, and let's have a full-fledged Joint Economic Commission. Excellent idea. All the best, my friend. Thank you very much. Whenever you need anything, I'm at your disposal. And I hope that if you don't need until then, during the General Assembly, you will reserve some time for me. Absolutely. Okay. All the best. Great. Bye. Best to you. Bye-bye. Bye-bye. პიტერ სიიერტოსა და სერგეი ლავროს შორის სატელეფონო ჩანაწერით დგინდება, რომ მათი ურთიერთობა უფრო კურატორისა და ასე ვთქვათ, საველე აგენტის ურთიერთობას გავს. ამაზე წერს უცხოური მედია, რომლებმაც გამოაქვეყნეს ვრცელი სტატია ამ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, აქ დგინდება კიდევ ერთხელ ის, რომ პირდაპირ დავალებებს აძლევს სერგეი ლავროვი. პიტერ სიიერტო კი ამბობს, რომ მე თქვენს განკარგულებაში ვარ, ზუსტად ამ სიტყვებს იშველიებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რათა კიდევ ერთხელ დაუდესტუროს ერთგულება რუსეთს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. მე შეგახსენებთ, რომ ეს სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების სერია გამოქვეყნდა უნგრეთის ისტორიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ბოლო დღეების განმავლობაში ეს არის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. თუ აქამდე მხოლოდ საუბრობდნენ ვიქტორ ორბანის რუსეთთან კავშირებთან დაკავშირებით, ახლა უკვე პირდაპირ მტკიცებულება არსებობს და ეს მტკიცებულება თვალსაჩინო გახდა ისტორიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მე შეგახსენებთ, რომ კვირას ვიქტორ ორბანი შეცდება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა ეს სატელეფონო ჩანაწერები შესაძლოა მისი მმართველობის დასასრული აღმოჩნდეს.